ხალხსახად შეიძლება შეფასდეს როგორც მოღალატეობრივი პოლიტიკის ნაწილი ის, რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოს ენერგოდამოკიდებულების თემაში. ჩვენ დიდი ხანია ვლაპარაკობთ, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის, არა პირველად მნიშვნელობის, არა სტრატეგიული მნიშვნელობის იმპორტზე გავხდით რუსეთზე დამოკიდებული. ერთის მხრივ ეს არის მაგალითად ხორბლის ფქვილი, რომელზეც მთლიანად რუსეთზე ვარ ჩამოკიდებული, ეს არის საწვავი და ეხლა ამ ყველაფერს ემატება ენერგომატარებლები და უნიშნულოვანესი ენერგომატარებელი გაზი. საქართველოში გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება გეოპოლიტიკური ფასისა რუსული გაზის და რუსულ გაზს გეოპოლიტიკური ფასი აქვს. ქართველებმა ყველაზე ადრე გავიგეთ, ბევრად უფრო ადრე ვიდრე ევროპელებმა, რომ გეოპოლიტიკური ფასი აქვს რუსულ გაზს. 2006 წელს, როდესაც მათ ჩაგვიჭრეს ეს გაზი. მას შემდეგ ჩვენ ძალიან დიდ ძალიხმევა, როგორც სახელმწიფომ გავიღეთ იმისთვის, რომ დამოკიდებული აღარ ყოფილიყავით რუსეთზე. ეხა ნიშნული დაბრუნდა ისევ ძალიან საშიშ ზღვარზე 60-40, ანუ 40% ჩვენი ენერგომატარებლების გაზის რუსეთიდან შემოდის, რაც უდიდეს საფრთხეს უქმნის ჩვენ სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებას და გაგახსენებთ კიდევ ერთხელ, ვისაც არ ახსოვს, მათვეთყვი, რომ 2006 წელს აფეთქების მიზეზით თბილისი აი ამ პერიოდში იანვრის თვეში იყო გაყინული. არა მარტო თბილისი, არამედ მთელი საქართველო იყო გაყინული, იმიტომ რომ რუსეთმა გაზი ჩაჭრა. გეოპოლიტიკური ფასი გადაგვახტევინა ვარდების რევოლუციის შემდეგ. ამიტომ ეს საშიშროება მყისიერად და ყოველდღიურად დგას, იმიტომ რომ რუსებისთვის გაზი არ არის მხოლოდ კომერციული ამბავი. და თუ კომერციულ ამბავთან მივალთ, იმ ვითარებაში, როდესაც რუსები არიან სანქცირებულები იმის გამო, რომ უკრაინაში კლავენ ქალებს, ბავშვებს და ჯარისკაცებს, საქართველოს მიხეიროს აი ამ ყველაფერზე, ეს კიდევ დამატებითი პოლიტიკურ-მორალური ჯოჯოხეთი არის. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქართველოს მოქალაქეების ინტერესი და მათი უსაფრთხოება. და როდესაც 20%-დან 40%-მდე ზრდა აორმაგებს საქართველოს დამოკიდებულებას რუსულ გაზზე, ეს არის პირდაპირი მოღალატეობრივი პოლიტიკის გაგრძელება, რაც საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარებას გულისხმობს ფინალში.